თუ საკუთარ თავთან საუბარი გჭირდება, მიმართე არა პირფერობას, არამედ თვით განკიცხვას. წარე წამლებით მკურნალობა ჩვენთვის დაცემულთათვის სასარგებლოა. ვინც საკუთარ თავს ეპირფერება, აქვე ამ ქვეყნად მიიღებს თავის საზღაურს, თვითწთუნებას. ღვთისადი მტრულად განწყობილი ამას სოფლისაგან ქებისა და სიყვარულს, ის მარადისობაში აღარაფერს უნდა ელოდოს, გარდა სასჯელისა. აღმოსავლეთის ეკლესიის წმინდა მამები, განსაკუთრებით მეუდაბნოენი, როცა სულიერ წვრთნაში აღწევდნენ მაღალ საზომს, მათთვის ყველა ეს წვრთნა ერთიანდებოდა მხოლოდ ერთში, სინანულში. სინანული მოიცავდა მათ მთელ ცხოვრებას, მოღვაწეობას, ეს იყო მათ მიერ ცოდვის განცდის შედეგი. ერთ დიდ მამას კითხეს, რით უნდა იყოს დასაქმებული, განმარტოვებული მონაზონი? მან მიუგო, შენი მკვდარი სული თვალწინ გიძევს და კიდევ მეკითხები, რით უნდა იყო დასაქმებული? ქრისტეს ჭეშმარიტი მოღვაწის ძირითადი საქმე მისი მოღვაწეობის დაწყებიდან დასრულებამდე არის გლოვა. საკუთარი ცოდვის ხედვის და მისგან შობილ სინანულს, რაც არსია მოღვაწეობისა, ამ ქვეყნად დასასრული არ აქვს. ცოდოთა ხედვა აღზრავს სინანულს, სინანული კი განწმენდს. თანდათანობით განწმენდილი თვალი გონებისა იწყებს ადამიანის ბუნებაში ასეთი ნაკლისა და ზიანის შემჩნევას, რასაც ადრე იგი დაბნელებული საერთოდ ვერ ამჩნევდა. რაც მეტად ჩაუკვირდება კაცი თავის ცოდვას, რაც უფრო გლოვობს საკუთარ თავს, იგი მით მეტად სათნოა და მისაღები სულიწმინდის, რომელიც მკურნალობით მიახლება მხოლოდ მათ, ვისაც გაცნობიერებული აქვს თავისი ავადმყოფობა და პირიქით პირს აბრუნებს მათგან, ვისაც მდიდარი გონია თავის საკუთარი ფუჭი, თავდაჯერებულების გამო. უყურე და ეძიე შენს ცოდვას. თვალი არ მოაშორო მას. უარყავ თავი შენი, უპატიოსნეს სულისა შენისა, ნუ შერაცხს საკუთარ თავს. საქმენი 24. სრულად მიეც თავის საკუთარ ცოდვების განცდას, მათზე გლოვას. დადგება დრო და იხილავ სულიწმინდის შეუცნობელი უფრო სწორად ამ მოუხსნელი მოქმედებით აღსრულებულ შენს აღდგენებას. ის მოვა, როცა მას არ ელი. იმოქმედებს შენზე მაშინ, როდესაც საკუთარ თავს მისთვის სრულიად უღირსად მიიჩნევ. მაგრამ თუ შენში მადლის მოლოდინი იმალება, ფხიზლად იყავი, საფრთხეში ხარ. ასეთი მოლოდინი მოწმობს შეფარულ თავდაჯერებულობას, რაშიც ამ პარტავნებაა დაბუდებული. ამ პარტავნებას იოლად მოყვება, ადვილად ეთვისება ხიბლი. ხიბლი არის ჭეშმარიტებისგან და ჭეშმარიტების თანამოქმედი სულიწმინდისგან განდგომა. თავად სიცრუისაკენ და სიცრუის თანამდგომი განდგომილი სულებისკენ მიდრეკა. თავდაჯერებულობა, საკუთარ თავის ღირსეულად მიჩნევა, მადლის მოლოდინი უკვე ხიბლია. ლოცვისას მთლიანად სინანულს ჩაუღმავდი. არსებობს განახლებული მდგომარეობა, ეს იცი, თუმცა ძველ მდგომარეობაში იმყოფები. ამიტომ მუდამ თან უნდა გდევდეს გლოვა და მაცხოვნებელი მწუხარება. უარყავ თავი შენი, მიბაძე წმინდა მოციქულს და შეურაცხა უპატიოსნეს სულის შენისა შენს თავს. საქმეს 24. იგი შეაფასე მხოლოდ საკუთარი თავის განკითხვით. იყავი უანგარო ღვთის წინაშე, არაფრით მისცენება თავს, რომ მადლის მოლოდინში იყო. ეს არის თვითწთუნებულთა, ჭეშმარიტებისგან განდგომილთა მდგომარეობა და სწავლება. ისწრაფე საკუთარი ცოდვები დაინახო და ეცადე მათზე იგლოვო. ესაა შენი საქმე. ხოლო ღმერთი აღასრულებს თავის საქმეს, რადგანაც იგი სარწმუნოა, აღგითქვა და აღგისრულებს კიდეც. მადლი მისია, ბოძებაც მისინებაა. რამდენიც უნდა განბანო შენი სამოსი, მაინც ნუ მიიჩნევ მას სპეტაკად, სულიერი ქორწილისათვის შესაფერისად. საჯულად ღმერთი გყავს. გაოცებდეთ ჭეშმარიტება და თაყვანისცემდეთ მას, რომელიც კაცთა განუწყვეტელ ცვალებადობას კურნავს. მოუკლებელი სინანულის მცნებით სარეცელზე წევხართ, შეინანეთ, ადგებით შეინანეთ. როგორც ჯაჭვის რგოლები ებმიან ურთიერთს, ისე თქვენ ცხოვრებაში სულთქმა უნდა მოსდევდეს სულთქმას. ასე განვლეთ დღენი თქვენი წელნი და განხილვის თემაც გქონდეთ თქვენი უძლურებანი.
გულის განცდებით მიემსგავსეთ სიცოცხლის ბოლომდე დელეგში ჩაგდებულ კაცს, მიემსგავსეთ ბანაკიდან გამოგდებულ კეთროვანს. დასრულდება ტანჯვა, როგორც კი დასრულდება სიცოცხლე, უკანასკნელი გმინვა, უკანასკნელ ამოსუნთქვას ამოჰყვება. მიზანშეწონილი იქნება ამ ნაწყვეტების ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩაინოვის წიგნებიდან დაერთოს მისი თანამედროვის, ასევე ახლად შერაცხილ წმინდა მამის ეპისკოპოს თეოფან დაყუდებულის რამდენიმე სიტყვა. სწორედ ამის შესახებ თუ ხშირად ასე ჯიუტად რატომ ვერ ხედავთ სულიერ ცოდვებს, რა გვაბრალებს ასე. მღვდელმთავარი თეოფანე ჩვენ შინაგან ვნებებს გამოსახავს როგორც ცოდვის ხეს, მისი ტანიდან ამოსდილი 3 ტოტით, რომლებიც თავიანთ მხრივ მრავალგზის იტოტებიან და ეს წვრილი რტოები, როგორც ვნებები, გამსჭვალავენ მთელ ჩვენ საქმიანობას. თეოფანე დაყუდებული ამბობს, რომ ამ ხეს თავად ცოდვილი ხშირად ვერ ამჩნევს. რა არის მიზეზი მუდმივად, რატომ ფიქრობთ და უტიფრად ვამბობთ მაინც რა ჩავიდინე, რითი ვარ ცუდი? კითხვა სვამს და პასუხსაც იძლევა წმინდა მამა. ამის მიზეზი ძალზე ბუნებრივია. ის არის ჩვენში დამკვიდრებული ცოდვის ახალი ნაშობი. ვერ ვამჩნევთ, იმიტომ რომ მისი დანახვა არ ძალგვიც. ამის ნებას ცოდვა არ გვაძლევს. იგი ძალზე ცბიერი და წინდახედულია. ჩვენს მიერ გამოსახული ბოროტების ხე შეუმოსავი რომ ყოფილიყო, მას უმალ შენიშნავდა გონების თვალი და თითეული ჩვენგანი განერიდებოდა მას. ამიტომაც ცდილობს ცოდვა შემოსოს იგი ფოთლებით, დაფაროს მისი სიმახინჯე და ფარავს ისე რომ სული, რომელშიც ეს ხე იზრდება, ვეღარ არჩევს არაოდენ ფესვსა და ტოებსაც კი, ხის ფოთლოვანი საფარველი გაფანტულებისა და მრავალი საზრუნავზე მიუთითებს. გაფანტულ ადამიანს შინაგანი ცხოვრება არ შეუძლია. მრავალზე მზრუნველს კი არ აქვს თავისუფალი წუთიც კი. ერთს არ ძალუց შენიშნოს ის, რაც მასში შინაგანად ხდება, მეორეს ამის დრო არ აქვს. მათი სულები გამოღვიძებისთანავე გადიან საკუთარ თავიდან. პირველისა გვერდდება ოცნებათა სამყაროს, მეორისა იძირება თითქოს და უამრავ საჭირო საქმეთა ზღვაში. მათთვის არ არსებობს აწყო, ერთი ხალისით ცხოვრობს თავის მიერვე შექმნილ სამყაროში და სინამდვილეს მხოლოდ ნაწილობრივ, შემთხვევით და ზედაპირულად ეხება. მეორე ფიქრითაც და გულითაც მიიჩქარის, ლამობს ყოველ საქმეს, რაც შეიძლება უმალ დასრულებას, რომ მეორეს შეუდგეს. დაიწყება მეორეს მიეშურება მესამისკენ. ანწყოთი დაკავებულია მხოლოდ მისი ხელები, ფეხები, ენა, ხოლო სული მთლიანად მომავლისკენ მიიტყვის. ასეთ შინაგან ძვრათა დრო, როგორც უნდა შენიშნონ ამგვარმა ადამიანებმა, რა იმალება მათ გულებში. მაგრამ ცოდვა არ კმაყოფილდება მხოლოდ ფოთოლთა საბურველით, მასში კიდევ შეიძლება როგორღაც შეაღწიო წუხარებათა ქარის ქროლვითა და სინდისის შინაგანი ძვრებით, აქეთ-იქით გადაწიო ფოთლები და გააშიშლო მათ სიღრმეში ჩამალული ცოდვის სიმახინჯე. ცოდვა საკუთარი თავისგანვე ქმნის ერთგვარ გაუმტარ საბურველს, რომელიც გავს დამდგარი ბორის ზედაპირს და მასში ძირავს ამ ფოთლოვან ხეს. ეს საბურველი უმეცრების, უგრძნობელობისა და უზრუნველობისაგან შედგება. არ ვიცით ჩვენი საფრთხის შესახებ, ამიტომ ვერ ვგრძნობთ მას. ვერ ვგრძნობთ და ამიტომაც უზრუნველობას ვეძლევით. და რაც უნდა მოიმოქმედო ასეთი ცოდვილის შესაგონებლად, ყოველივე ამოიქნება, რა კი ის ღრმად არის დანთქმული ცოდვაში, როგორც ზღვაში, რაც შეგიძლიათ იხმაურეთ წყლის ზედაპირზე, მასში ჩაძირული ვერაფერს გაიგონებს. შერისხეთ, როგორც გნებათ, უზრუნველი ცოდვილი, იგი ოდნავადაც არ შეცმუნდება. აღუწერეთ მის მდგომარეობა, ის გეტყვით, ეს მე არა ვარ. წარმოიდგინეთ უკიდურესი საშიშროება, რაც მას ემუქრება. ის დაგიწყებ დარწმუნებას, რომ მას ეს არ შეეხება. გამოაღვიძეთ თვლემისაგან, იგი უტიფრად გამოგიცხადებთ, მე ვმოქმედებ. ასეთი მტკიცია ის საბურველი, რითაც ცოდვა იმალავს თავს. მისგან
ვიზეც ბატონობს. ეპისკოპოს თეოფანეს წერილში ასეთი აზრებს ვხედავთ. უნდა დარაჯად დაუდგე გულს და მიეჩვიო მისგან წამოსულ აზრებისა და გრძნობების ამოცნობას. მაშინ კი დაინახავ რა მყრალი რამ არის ჩვენი თითქოს და კეთილი გული და გეწევათ ყოველწუთიერი სინანული, ყველგამყოფი და ყოვლისხედველი ღვთის წინაშე აღსარების სურვილი. აი რა გვჭირდება. ნუ შევაფასებთ საკუთარ თავს, რამდენი არშივნით ამაღდით მიწისაგან. უჯობესია საერთოდ დაივიწყოთ ეს საზომი და დავიტოვოთ შემდეგი. არაფრად ვარგივარ. აი რა არის ჩვენი საზომი. გრძნობთ რომ მთლიანად უწმინდურნი ვარ და ჩვენი ხსნა მხოლოდ ღვთის უდიდეს წყალობაზეა დამოკიდებული. ეს კარგია, მაგრამ თუ კი თუნდაც უმცირეს სიმართლეს მივაწეთ საკუთარ თავს, ეს უკვე ცუდია. აქ საჭიროა შეუპოვარი ბრძოლა გამოუცხადო საკუთარ თავს. ის რომ პირად წარმატებებს ვერ ხედავთ, ცუდი კი არა, კარგია. უბედურება იქნება თუ მათ შენიშნავთ. თქვენი წინსვლის დაუნახავად შეეცადეთ, გამოიჩინოთ მოშურნეობა წარმატების მისაღწევად და ილოცოთ ამისთვის. უზრუნველობას კი ნუ მიეცემით. უბედურებაა, როცა კაცი გულში მაძღარია და კმაყოფილია, გაცილებით უკეთესია, როცა მშიერია და ხატაკი. ღარიბი ყინვაში ძლიერია, დარბის, ფანჯრებზე აკაკუნებს და ითხოვს. ასევეა გულიც, როდესაც შეიგრძნობს გასაჭირს, სიხატაკესა და შიმშილს, მაშინ აღარ მოასვენებს ხორცსაც და სულსაც, შიმშილსა და გასაჭირს, ანუ საკუთარი გაჭირვების განცდას შედეგ. უფალი უგზავნის მლოცველსა და მედრებელს, ეს არის სიჯანსაღის ნიშანი. სნეულს მადა არ აქვს, იგი შიმშილს ვერ გრძნობს. საჭიროა ჩვენი ირგვლივ გავაღვივოთ გასაჭირი. თქვენ მეკითხებით, რას ნიშნავს ჩვენ ირგვლივ გავაღვივოთ გასაჭირი? ეს ნიშნავს ღრმა განცდას, რომ ვიმყოფებოდით უკიდურესად საშიშ მდგომარეობაში, რისგან თავის დაღწევაც მხოლოდ უფალი იესო ქრისტეს მიერ არის შესაძლებელი. ეს გრძნობა გვიბიძგეს უფლისკენ და გვაიძულებს მუდამ ვაღადებდეთ შემეწიე და დამიფარე.